ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ეძახის შიდა ტერორიზმს, აი ესე შიდა ტერორისტული ჯგუფი ყავს ადამიანების, რომელსაც ღამე ეწყება ემოციური გაღიზიანება და ხედავთ მათ მოძრაობას ქუჩაში, დილით ღმერთის წყალობით 7 არიან, როგორც ვატყობთ და ქალაქს და ქვეყანა შეუძლია 7 იცხოვოს, თუმცა ღამე უნდა ვერიდოთ მათ, იმიტომ რომ რაღაც გამწვავებები ემართებათ, ვხედავთ ღამღამობით. ეს შიდა ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელიც მიზანიც გაცხადებული მიზანი არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. ეს არიან ჩარლი კირკის მკვლელის იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები. ვნახეთ მათ შორის აქ რომ რა რეაქციები ქონდათ ამ კვლელობაზე, როგორ ქილიკობდნენ, თუმცა უნდა იყოს ერთის მხრივ ხიზლად საზოგადოება და მეორეს მხრივ ძალიან დეტალურად ვაკვირდებით უცხოელების კონტაქტს ამ რადიკალებთან. ყველა ელჩი, ყველა უცხოელი, რომელიც მათ ხელს ართმევს, თავის საელჩოში, სახლში ეპატიჟებას სადილზე, ვახშამზე თუ ასე შემდეგ, რომელიც ნორმალიზებას ახდენს რადიკალების და ექსტრემისტების, ყველა მათი თანამონაწილეობა იქნება, თუ კი რაიმე ძალადობრივი ქმედება მოხდა ამ შიდა ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან.